ნოდო სვიანაძემ სოფლიო ჩემპიონატიდან მშობლიურ ქალაქს ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა. ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ინდონეზიაში გამართულ სამბოს პირველობაზე ის მძიმე წონოსანთა შორის ასპარეზობდა. ამბობს, რომ მეტი შეეძლო, თუმცა მესამე სინჯის მედალი, რომელიც მოიპოვა, მისთვის კიდევ ერთი სერიოზული სპორტული წარმატება, სტიმული და გამოცდილებაა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიყენებს. ინდონეზიაში ქალაქ ბოგორში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, სადაც მძიმე წონის კატეგორიაში ვიასპარეზე, ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-დან 3 წარმატებით გავიარეთ და დავიკავე მესამე ადგილი. რაც შეეხება შედეგს, მოლოდინი უფრო მეტი იყო, მაგრამ დაუმარცხდი სამწუხაროდ მინიმალური უპირატესობით და ვეცდები რომ მომავალში ჩემი შედეგი გავაუმჯობესო, რადგან ამ შედეგით მე არ ვარ გაყოფილი. წლევანდელი წელი დასრულდა, ჭაბუკებში ვარ მოგეხსენებათ და ახალგაზრდებში გადავედი ახლა და მომავალი წლიდან ვეცდები რომ ახალგაზრდებში გავაკეთო უკეთესი შედეგი, ვიდრე წელს ჭაბუკებში გავაკეთე. მინიმალური უპირატესობით დაუმარცხდი და ამის უფრო მეტის რომ არის საჭირო, რომ პირველი ადგილი აიღო და ეს არ არის სოფლიო ჩემპიონატის პროშეჯიბრი არ არის, ეს არის სოფლიო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა კონკურენციაც უფრო ძნელი არის და უფრო ძნელია ვიდრე ევროპის ჩემპიონატი, ასე ვთქვათ. ერთ კვირაში შეუდგები ის შრომას, რა თქმა უნდა უფრო მეტი მონდომებით, იმიტომ რომ უფრო მეტი შრომა არის საჭირო, რომ რა თქმა უნდა სოფლიო ჩემპიონი გახდე და არა მარტო სოფლიო ჩემპიონი, რომ იყო ასე ვთქვათ, კარგი მოჭიდავე და უფრო კარგი შედეგები გააკეთე.